ასე მწარედ ორჯერ შევცდი და ორივეჯერ ჩელსის შემთხვევაში. ერთხელ იყო მიუნხენის ბაიერნთან გამართული ფინალი, რომელიც მიუნხენში გაიმართა და იქ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ბაიერნი თასს აწევდა და მეორე დღეს ძალიან მწარედ შევცდი, როცა დარწმუნებული ვიყავი, რომ პარი სენ-ჟერმენი ლონდონის ჩელსის გადაურბენდა. ეს არის შენი ფეხბურთი, როდის რა დროს გაგაოცებს, არ იცი. ნები ამიწევია იმ გულშემატკივრებისთვის, ვინც ამბობდით და ასეთები კომენტარებში ბევრი მყავდით, რომ ლონდონის ჩელსი ფინალის გუნდია. ბრავო თქვენ. მე ხართ ნამდვილი პროფესორები, საღოლ. მაგრად ეხავს გუნდი, რომელიც მთელი სეზონი ასეთი მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებდეს და შემდეგ გამოდიოდეს ფინალში და ასეთ უსახურ თამაშს აჩვენებდეს. პარიზული კლუბი დღეს გუნდის მეტი ყველაფერი იყო. აი ასეთ ეპოქაში გავიღვიძეთ. დღეს როგორი დემბელეს ვნახეთ, ასეთ დემბელეს უნდა ჩავაბაროთ ოქროს ბურთი. მშვიდობით მესი, მშვიდობით რონალდო. ჩვენ ერთ მშვენიერ დღეს შვილიშვილებს ჩავისვავთ კალთაში და მოუყვებით, რომ ვიცხოვრეთ ბრწყინვალე ეპოქაში, სადაც თამაშობდა ორი ფეხბურთის ტერმინატორი, ლიონელ მესი და კრისტიანო რონალდო. მივესალმოთ გამარჯვებულებს, სამწუხაროდ უნდა მივესალმოთ. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის თასის სტუდია. ხო, მილოცისთვის ახლა გულშემატკივრებო მაპატიოთ, ვის რა უნდა მოგილოცოთ? მართლა ვერ ხვდები, ლონდონის ჩელსი არ ჩემი ბიძაშვილია, არ ჩემი მამიდაშვილი. ჩემთვის სამწუხაროდ ჩემპიონატი, რომელიც ამ ფორმატით 4 წელიწადში ერთხელ ჩატარდება, ლონდონის ჩელსის ჩაბარდა. პროფესორო, ეს არის ჩემი YouTube არხი, რომელიც გამომწერებისგან ჯერჯერობით ძალიან შორს არის. აინტერესებს ის საფეხბურთო ზღაპრები, რასაც მე შენ გიყვები ხოლმე და ამავდროულად არ გეზარება, შეგიძლია გამოიწერო გვერდი.